პრემია გაიცემა 4 ნომინაციაში. 4-ვე ნომინაციას გამაერთიანებელი აქვს ის, რომ ეს ეთმობა აფხაზეთის თემატიკას. საუკეთესო ნაშრომი, რომელიც გავიდა სიუჟეტის სახით ტელევიზიაში, ან მულტიმედია ნამუშევარი, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებზე განთავსდა, ერთი კატეგორია ეს არის. მეორე კატეგორია ეს არის საუკეთესო საგაზეთო სტატია, რომელიც მომზადდა აფხაზეთის თემატიკაზე. მესამე კატეგორია ეს არის სამშვიდობო მიმართულებით შექმნილი ნამუშევარი. ეს იქნება საგაზეთო თუ მულტიმედია ნამუშევარი თუ სიუჟეტი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ეს იყოს სამშვიდობო თემატიკის შემცველი მასალა და მეოთხე კატეგორიაში ეს იქნება კომისიის რჩეული კონკრეტული პიროვნება, ადამიანი, ვინც მუშაობდა და აშუქებდა აფხაზეთის თემატიკას. აი ამ 4 კატეგორიაში გავცემთ პრემიებს. ის შეუძლია მონაწილეობის მიღება, რა შეზღუდვებია აუცილებელია თუ არა იყოს მოქმედი ჟურნალისტი თუ ნებისმიერ ადამიანს, როგორია წესები, კრიტერიუმები? შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მედიაში. მედიაში მხოლოდ ჟურნალისტები არ მუშაობენ, შეიძლება ის იყოს პუბლიცისტიც, შეიძლება იყოს მწერალი. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მოგვაწოდეს მთელი გაზეთის ნომერი, რომელიც მთლიანად მაგალითად ეთმობა აფხაზეთის თემას. ანუ შეზღუდვა ამ ნაწილში არ არის. თვითონ მთავარი შეზღუდვა ის არის, რომ მასალა უნდა იყოს არა უმეტეს 1 წლის ვადის, ბოლო 2023 წლიდან დღემდე უნდა იყოს შექმნილი. ძალიან დიდი მადლობა. გადავალ ქალბატონ ინასთან. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თქვენი ძმის სახელობის პრემიის არსებობა? ეს აღშემილია მთელი იმდენი ემოციებია და იმდენი მადლობა და პატივისცემა იმათ მიმართ, ვინც ეს იდეა შემოიტანა და განახორციელა, აი სიტყვები არ მყოფნის და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი უნდა იყოს დაფასებული და განსაკუთრებით ჟურნალისტი. ჟურნალისტი შრომა მოგეხსენებათ, რამდენად რთულია სახიფათო და მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, თვითონ საზოგადოებასაც სჭირდებოდა ეს სახელობითი პრემია, ჟურნალისტიკური პრემია სახელობითი. ეს სჭირდება ახლანდელ საზოგადოებას, ეს სჭირდება ჩვენ საზოგადოებას მომავალში, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობა დაანახებს იმას, რომ ადამიანი ფასდება, რომ თავ დადება, განწირულობა, სიყვარული სამშობლოსადმი და აი ესეთი მაღალი პროფესიონალიზმი აღსად არ იკარგება და ახსოვს თაობებს, ახსოვს თანამემამულეებს და ანიჭებს პატივს და ანუ ნებისმიერი ადამიანის შენატანი ქვეყნის კეთილდღეობაში არ იკარგება და ფასდება. თქვენ ახსენეთ ახალგაზრდა თაობა, რამდენად არის მათთვის ცნობილი საშა ბერულავა? მინდა რომ თქვენ გაიხსენოთ თქვენი ძმა, ვინ იყო საშა ბერულავა? ჩემთვის რა თქმა უნდა იყო ძმა, უფროსი ძმა, რომელსაც ყოველთვის ვცდილობდი რომ ღირსი ყოფილიყავი მისი, იმიტომ რომ ნამდვილად საზოგადოება აფხაზეთში და არა მარტო აფხაზეთში მაშინ სცემდა პატივს და მაშინ აფხაზეთში იცნობდა ყველა და ძალიან ბევრი ადამიანი იცნობდა საქართველოში და სრულიად საბჭოთა კავშირში. ჯილდოც აქვს აფხაზეთის ოქროს კალამი და ყველა აფხაზეთელი ჩვენს ამბობდა რომ ის მათი ანუ ეძახდნენ ჩვენი ოქროს კალამი. მთელი თაობა აფხაზეთელების გაიზარდა საშას სტატიებზე, საშას მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე და ზოგიერთი მე მგონი დღესაც ციტირებს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძნელია საერთოდ მაგაზე საუბარი, ყველაფრის გახსენება, იმიტომ რომ ეს მოუშუშებელი ტკივილია და შეიძლება ითქვას აი რაღაცა ძალიან ღრმად ჩამალული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი უფრო დიდი დაფასება ჟურნალისტის მე არ ვიცი კიდე რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს მე მგონი ჟურნალისტისთვის დიდი ჯილდოა ძალიან. ეკა თქვენც მინდა გკითხოთ, ის ადამიანები, ვინც მონაწილეობენ კონკურსში, რამდენად ცნობილია მათთვის ალექსანდრე ბერულავას სახელი, რამდენად პატივია მათთვის ნამუშევრების შემოტანა ამ პრემიაზე და ამ ჯილდოს მიღება?
აფხაზეთელებისთვის განაცხადები რაც შემოვიდა, მე კომისიის წევრი არ ვარ, თუმცა განაცხადი შემოდის და ამას ვაგროვებთ და ვნახულობ რამდენიმე განაცხადი არის თვითონ აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების და ბუნებრივია ისინი კარგად იცნობენ ალექსანდრე საშაბერულავას, იციან მისი მოღვაწეობის შესახებ, მისი ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ, დახვრეტის შესახებ და მათთვის ეს ჯილდოზე მეტიც არის. თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თუ დევნილი არ არის ჟურნალისტი და ის მუშაობს უბრალოდ აფხაზეთის თემატიკაზე, მათთვის ისე ცნობილი არ იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ჯილდოს შემდეგ უფრო მეტი რამე გახდება ბატონ ალექსანდრეზე ცნობილი, მედიას უდიდესი როლი აქვს ინფორმაციის გავრცელებაში და მისი ღვაწლის შესახებ უფრო ფართო მასებამდე მივიტანთ ინფორმაციას. ჯილდოს დაარსების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ მისი ღვაწლი, მოღვაწეობა, მისი ტრაგიკულად გარდაცვალება სამშობლოსთვის ვარაკად შეწირვა არ დაკარგულიყო და მჯერა რომ მომავალი წლიდან უკვე სპეციალურად ამ ჯილდოს მისაღებად შექმნიან ჟურნალისტები ნამუშევრებს. ძალიან დიახ, შეიძლება დავამატებდი უკაცრავად ეს ძალიან საინტერესო კითხვა იყო ზოგადად და აი ამოწურვა ამ პასუხის ცოტა რთულია. საქმე იმაშია, რომ აი ამაშიც არის მნიშვნელობა, იმიტომ რომ 90-იან წლებში და საკმაოდ დიდხანს საზოგადოება იცნობდა და ახსოვდა, მაგრამ დრო გადის, მოდის ახალი თაობები და ავიწყდებათ და არც ერთი გმირი ქვეყანაში არ უნდა დაიკარგოს. მთელ საქართველოს ახსოვდა საშაბერულავა, მთელი საქართველოს განიცდიდა მის ამბავს, მაგრამ ეხლანდელ თაობას მე დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის ისევ და ისევ იქნება აფხაზეთიდან დევნილების შვილებმა იციან მისი, თუმცა პროფესიონალებმა რა თქმა უნდა ახსოვთ და იციან, მაგრამ იმისთვის რომ საუკუნეებში არ დაიკარგოს ჩვენი გმირების სახელი, ჩვენ რაღაცნაირად უნდა უზრუნველყოთ ის, რომ მოხდეს აი თაობებში გადასცემა იმ ინფორმაციის, რაც არის აუცილებელი. ეს ჯილდო ალბათ სწორედ ერთ-ერთი ხელშემწყობი ამის. ჯილდოზე მინდა გკითხოთ და პრემიაზე თავდაპირველად როდის წარმოიშვა მისი დაარსების იდეა, რას უკავშირდება ეს ისტორიაც რომ მოგვიყვეთ? მე თვითონ პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ვარ აფხაზეთიდან დევნილი. როდესაც ვამთავრებდი უნივერსიტეტს, საბაკალავრო თემა მქონდა, როგორ მუშაობდნენ ჟურნალისტები აფხაზეთის ომის დროს და ბუნებრივია ალექსანდრე საშაბერულავას და ბევრი მიყვებოდა. და ჩემთვის ცნობილი იყო ეს ადამიანი, მისი მოღვაწეობა. როდესაც უკვე აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს გავხდი მისი ხელმძღვანელი და გაჩნდა იდეა, რა შეიძლება გაკეთებულიყო, ახალი პრიორიტეტები, ახალი გეგმები დაისახა, ვთქვით, რომ მოდით აფხაზეთის თემატიკაზე ცნობიერების გაზრდის კუთხით და ზოგადად კონფლიქტების მიმართულებით შეგვექმნა რაღაცა ჯილდო, სადაც ჟურნალისტები შექმნიდნენ მასალებს და როდესაც ვფიქრობდით, ვისი სახელობის უნდა ყოფილიყო ეს ჯილდო, ალბათ არავის არ ეწყინება, კონკურენტიც კი არ ყოლია ბატონ ალექსანდრეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობდა აფხაზეთის ომში, ბევრი სიცოცხლის ფასად იპოვებდა მასალას და აგზავნიდა დედაქალაქში გასაშუქებლად, თუმცა ესე იდეა ერთხმად ჩემმა გუნდმა მოიწონა, რომ ეს ყოფილიყო ალექსანდრე საშაბერულავას სახელობის ჯილდო, შემდეგ დაუკავშირდი ქალბატონ ინას, ისიც დამთანხმდა და აი დღეს უკვე აქ ვართ. რამდენი წელია რაც არსებობს ეს ჯილდო? წელს პირველად მოხდება დაჯილდოება, წინა წელს გავაჟღერეთ პირველად, რომ გეგმავდით ამ ჯილდოს დაწესებას. და რა იქნება პრიზი? პრიზი იქნება, ფულადი პრიზი იქნება, ბუნებრივია და ასევე გადავწყვეტეთ, რომ ყოფილიყო მინანქარში ჩამოსხმული სპეციალური ფორმა ევკალიპტის და ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვა. ისტორიას ალბათ ქალბატონი ინა სიტყვის. ჩვენ ერთად ვსჯელობდით, აი როგორი უნდა იყოს ეს სიმბოლო, ემბლემა და მე ვიფიქრეთ ასე, რომ აფხაზეთისთვის აი ევკალიპტის ქვეშ გავიზარდეთ ჩვენ სულ ყველა. ანუ სანაპიროზე ევკალიპტებით იყო გაშენებული და თან ჩვენი მამა, რომელიც დახვრეტილია იგივე 27 სექტემბერს, ჩვენი მამის ეგიდით იყო ევკალიპტები დარგული და ხელს უწყობდა აფხაზეთში მალერიის, ასე ვთქვათ, განადგურებას და თვითონ მცენარე არის, სიმტკიცის მეხსიერების და ძალიან სიმბოლური მცენარე არის. და ამიტომ ორივეს მოგვეწონა, სხვებსაც ქალბატონი აკამ კითხა, სხვებსაც მოეწონა და ნუ აი გადაწყდა, რომ ეს იყოს ევკალიპტის
არის ტოტი, სოხუმის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც ყველა სოხუმელისთვის და ყველა აფხაზეთელისთვის არის როგორც მაგალითად იგივე მაგნოლია ასოცირდება აფხაზეთთან, ანალოგიურად არის ამ შემთხვევაშიც.